დღეს რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ტერიტორიის ანექსიისათვის. ანექსია კიდევ უფრო მძიმე ამბავია, ვიდრე ოკუპაცია, რომ ვიცოდეთ, მაგრამ შუა დერეფანიც კი უკან მოგრჩება, თუ შუა დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილში ფიზიკურად შემოვა რუსეთის ფედერაცია და ანექსიით ის შემოვიდა. ჩამოიშლება არა ღიარების პოლიტიკა, მოკლედ ანექსია გარდაუვალია მეთქი, როგორ გითხრათ, მაგრამ შეიძლება მოხდეს. აბა რას ხდება ის პატარა კარლიკი სამხრეთოს სეპარატისტებს. არსებობს მეხუთე ხარისხოვანი პრობლემები გან არა, მაგრამ მეხუთე ხარისხოვანი პრობლემები. მეოთხე ხარისხოვანი, მესამე ხარისხოვანი, 23 ხარისხოვანი პრობლემებიც არსებობს. 58 ხარისხოვანი პრობლემების. მაგრამ არსებობს მთავარი, ან უმნიშვნელოვანესი პირველ ხარისხოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო არის ყოველდღიურად ჩვენ ვეჩეხებით გარკვეულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. აი მაგალითად შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიმე არ ამშვენიერ დღეს ანტიევროპული განცხადება კი მნიშვნელოვანია თითქოს გან არა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ პირველ ხუთეულშიც კი არ შედის. კარგი, ოკეი, ხუთეულში შედის, მაგრამ სამეულში არ შედის. შალვა პაპუაშვილი რასაც ამბობს დღეს, ის ნათქვამი აქვს გუშინ და რაც აქვს ნათქვამი გუშინ, ის ნათქვამი აქვს ერთი კვირის წინ. ერთი კვირის წინ ნათქვამი აქვს ერთი თვის წინ პირობითად და საერთოდ ბოლო პერიოდი რაც თანამდებობაზეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ იწოდება, შალვა პაპუაშვილი ყოველი 10 სიტყვიდან ცუდ რამეს ამბობს 11 ჯერ. არა 10 ჯერ კი არა, სწორედაც რომ 11 ჯერ. ცუდს, ანუ ანტიდასავლურს, ანუ პრორუსულს, ანუ ანტისახელმწიფოებს. მაგრამ აქ იგითხარით ეს პრობლემათა ხუთეულში ან სამეულში შედის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. რასაკვირველია, მთავარი პრობლემა არის ჩვენთან არსებული რეჟიმი და რეჟიმის გადაწყვეტილებები ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, მის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა. მაგალითად, ის რომ მას არ აქვს არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა. ის რომ ეს რეჟიმი ქართული ოცნების ხელისუფლება ყოველდღიურად აქ იგითხარით ანგრევს ურთიერთობებს დასავლურ სივრცესთან. არაადეკვატურია ზოგადად, ლაპარაკობს მხოლოდ ეგრეთ წოდებულ დაკავშირებადობაზე, ანუ საქართველოს მისია ფუნქციაზე, რომ ჩვენ ვართ შუა დერეფნის წამყვანი სახელმწიფო, მაგრამ ლაპარაკობს და მხოლოდ არაფერს აკეთებს იმისოდ, რომ საქართველოს მართლაც იქცეს შუა დერეფნის წამყვან სახელმწიფოდ და მთავარ სახელმწიფოდ და ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს სრულყოფილად ჩვენ სინამდვილეში, მაგალითად ანაკლიასთან დაკავშირებით. არც არაფერი გააკეთა. ანაკლია არ არის მეორე ხარისხოვანი და მეორე მნიშვნელობის თემა. ანაკლია, მასთან მიბმული რკინიგზის რეაბილიტაცია, რკინიგზის სხვა გვარობა, სხვა ფერება, ევროპულ ყაიდაზე მოწყობა და ასე შემდეგ და ასე ტვირთები. აი ფასები ეხლა შუა შეტვირთებთან, მაგრამ ფასების კომისია რო შეიქმნა, ვითომ და ფასებს რომ ჩამოაგდებდნენ, აპირებდნენ რომ ჩამოაგდოთ. ეს არის 35 ხარისხოვანი პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ამ შესანიშნავად ვიცოდით და კოჭებში ეტყობოდათ ამ კომისიის წევრებს, რომ ისინი რანაირ ფასების დამრეგულირებლები ვერ იქნებოდნენ და არც აღმოჩნდნენ საბოლოო ჯამში. ეს რაღაცა კამპანიურ ხასიათს ატარებდა, ეს ყველაფერი არაფერი აქედან არ გამოდნა, ხო? არც უნდა გამოდნობილიყო, ვიტყვი ასე. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ეხლა მე ვილაპარაკებ ერთ-ერთ კი არა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან, სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იმ პრობლემაზე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არ ნაკლებ ყურადღებას აქცევს. პოლიტიკური სპექტრიც გავბედავდა ვიტყვი, არ ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებულია 90-იანი წლებიდან. 93 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან რომ გიბოდიშებთ სიტყვისთვის გამოგვყარეს, იმის შემდეგ გავხდა აგე 33 წელიწადი და ჩვენ სოხუმში და აფხაზეთში ვერ ბრუნდებით. ხანდახან ძალიან იშვიათად ახლოს ყოფილვართ, რომ შევსულიყავით გალში, შევსულაში მაინც და მაინც ძალის მიერ შესვლას არ გულისხმობ, მაგრამ არაფერი არ გამოგვივიდა. არც 90-იან წლებში, 97 წელს გაუთავებელი მოლაპარაკებების დროს, როდესაც რუსები გვპირდებოდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ კი არა, დაგვეხმარებოდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ
ჩემი ფეხები უკაცრავად სიტყვისთვის არც არაფერი გაუკეთებიათ. დიდოსტატმა შევარდნაძემაც კი ვერაფერი გააკეთა. რა არ დაუთმო, მათ შორის ესენგეში შეიყვანა საქართველო. მაგრამ რუსები ჯიუტად აწვებოდნენ იმას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ არ ჰქონდათ აღიარებული ამ ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, მაგრამ წართმეული კი ჰქონდათ. არ გამოგვივიდა არც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, არც 2004 წლის ასლანაბაშის წინააღმდეგ რევოლუციის შემდეგ და ასე შემდეგ არაფერი არ გამოგვდიოდა. 2008 წელს რუსებმა დააგეგმეს სწორედაც რომ და მხოლოდ რუსებმა დაგეგმეს ჩვენს წინააღმდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ასე დავარქმევ რეალურად კი ომი, ისე როგორც უკრაინაში არავითარი სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ არის და არის ომი და აფხაზეთი დამატებით, ასე ვიტყვი, თუმცა იქ მარტო კოდორის და მნიშვნელოვანი ხეობაა, რასაკვირველია. კოდორის ხეობა დამატებით, ასე ვიტყვი, აფხაზეთი სრულად, ასე ვიტყვი და ცხინვალის რეგიონი წაგვართვეს და მალევე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. რასაკვირველია, ეს არის ფიქტიური აღიარება, რასაკვირველია, უკანონოა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ესენი ხო ერთმანეთთან რაღაც სამხრეთ ოსეთელი ოსები და რუსები ერთმანეთთან ამ თამაშობით არიან დაკავებულნი და აქვთ იმედი, რომ ოდესმე იქნება და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან ამ აღიარებას. ოღონდ ესე არ მოხდება, მანამ სანამ არაღიარების პოლიტიკა არსებობს. არაღიარების პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს. და პაპუაშვილი და კობახიძე ამ არაღიარების შენარჩუნებლები რო არ არიან, ეს ფაქტია, ოღონდ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ თქვენის მიმართვით. ახლა გაცილებით სერიოზულ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო, არანაკლებ სერიოზულ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო. მოკლედ ამბავი ეს არის, რომ ოკუპირებული კი არის ჩვენი ტერიტორიები და რუსები სულ ითხოვენ ამგვარ რამეს. გააფორმეთ აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება. ბიძინა ივანიშვილმაც კი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ბოლო 13 წელიწადია რასაკვირველია მეთოდურად ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, ამ ეგრეთ წოდებული ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე თანხმობა, ხელმოწერაზე თანხმობა ვერ განაცხადა რუსებს, მანაც კი წინააღმდეგობა გაუწია, მეთქი ხომ ახლა თქვა იქნება, მაგრამ არ წახვა ამ თამაში. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა თავის მხრივ ახალი ავანტურები, ან ახალი კატასტროფული თამაშები წამოიწყო. ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ღიად განაცხადა, რომ ჩვენ უნდა გვიყოს ძალა და ბოდიში უნდა მოუხადოთ აფხაზებსა და ოსებსო. რეალურად ეს იყო განაცხადი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა და ახლაც აპირებს და აკეთებს კიდეც შესტენოს 2008 წლის ამბები მიხეილ სააკაშვილს, თითქოს საქართველო და მიხეილ სააკაშვილი ამისაგან გამიჯნოს, დააბრალოს თუ გადააბრალოს ყველაფერი, შეახოცოს ხელი წინა ხელისუფლებას, ის გამოიყვანოს დამნაშავედ, მაგრამ ეს რეალურად ეს არის გზა არსაით. რეალურად თუ ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, შესანიშნავად ხვდებით, რომ უკლებლივ ყველა მსოფლიო თანამეგობრობა იმის გამო, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ეს ყველაფერი, მიხეილ სააკაშვილს და ოდენ მიხეილ სააკაშვილს ან მის ხელისუფლებას კი არ დააბრალებს ამ ყველაფერს 2008 წლის ამბავს, არამედ საქართველოს რაღაცა ოფიციალური თბილისი სწორედ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს, არ გამიჯნავს ერთმანეთისაგან ოფიციალურ მაშინდელ თბილისს და საქართველოს და შესაბამისად ხსენებული არაღიარების პოლიტიკაც მინიმუმ შესუსტება და საერთოდაც მინიცის და დაასრულდება. საკმარისია 5-6 პრეცედენტი შეიქმნას, რომ მეტნაკლებად ნორმალურმა ან თუნდაც არანორმალურმა ქვეყნებმა აღიარონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, დომინოს პრინციპით დაიწყება აღიარება და შესაბამისად დასრულდება არაღიარების პოლიტიკა. მესმის რომ შვედეთი არასოდეს აღიარებს, პირობითად ან ლიეტვა, ან გერმანია, ან არ ვიცი, პოლონეთი მაგალითად აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას, მაგრამ თუნდაც აი აფრიკული ქვეყნები, სამხრეთ ამერიკული ქვეყნები თუ იქნებიან რიგში და აღიარებენ ორივე ჩვენი რეგიონის დამოუკიდებლობას, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის დასასრული, რომ ვიცოდეთ. ხსენებული ბოდიშის საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილისა და ბოდიშის კოლხეთის მცდელობა და მიხეილ სააკაშვილისთვის და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისათვის ამ ყველაფრის გადაბრალება, შეტევა, შეხოცვა. ამ ყველაფერს გავერავდა ვიტყვი ემსახურება. ბიძინა ივანიშვილი არ ვერ ხვდება, რომ ეს არ გამოვა და ეს იქნება სულკში დანის ჩარტყმა ქართული სახელმწიფოსთვის, ეს უკეთეს შემთხვევაში არ უარესში შეიძლება. ან ბიძინა ივანიშვილი აკეთებს შეგნებულად ამ ყველაფერს და აქაც ორივე შემთხვევაში უფრო ზუსტი რომ იყო რუსულ თამაშს თამაშობს. მოკლედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული არის ეფექტურ კონტროლს ან ხორციელებს ამ ორივე ტერიტორიაზე რუსეთი და რუსეთი თავის თამაშობებით არის დაკავებული, გეტყვით ღიად
და თამაშობებით არის დაკავებული და ამ ჩვენს რეგიონს მთლიანად კავკასიის რეგიონს სამივე სახელმწიფოს ამ რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოსაც რომელიც მისკენ არის ანუ ბიზინა ივანიშვილის საქართველო ყველაფერს აკეთებს რომ უფრო მისკენ იყოს და აშანტაჟებს ამ ჩვენს ქვეყანას მათ შორის ბევრი რამით მათ შორის ეუბნება რომ შუა დერეფანი შენზე თუ გაივლის მაინც და მაინც ანაკლია რომ წააშენო ამ ეს ანაკლია უნდა იყოს ჩემს ანუ რუსეთის კონტროლ ქვეშ შუა დერეფანს თავიდან ბოლომდე უნდა ვაკონტროლებო აქ უნდა იყოს ბევრი რუსი უნდა კონდეს გახსნილი ბევრი ბიზნესი და საერთოდ რუსულ ეთულ სახელმწიფოდ უნდა გარდაიქმნას საქართველო და ბიზინა ივანიშვილი ყველაფერზე მიხვება თითქოს რა თქმა უნდა პერიოდულად ბიზინა ივანიშვილს ახსენებენ სწორედ იმას რაც მან ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გააკეთა ანუ ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ბიზინა ამაზე ვერ მიდის აქვე გეტყვით იმიტომ რომ იცის რომ ალბათ მაინც საქართველოს საზოგადოებიდან ძიმე რეაქცია მოხვება ამას იმიტომ რომ ქართული საზოგადოება პრინციპში იტყვის რომ ეს არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო აღიარება თბილისის მიერ ეს კი უპატიებელი შეცდომა ამიტომ ბიზინა წელავს და წელავს პროცესს ამ თავის თამაშობებში აკითხავთ არ გამოირიცხება მაგრამ მაგის პასუხია და აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა და დანარჩენი საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთთან იმ გახსნილი აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის დაერთება ისი ბოლო წერტილი უნდა ყოფილიყო მაინც მთელი საქართველოს პერიმეტრის გააჭრით და პერიმეტრზე გავლით სომხეთის რესპუბლიკა რომელიც თუ ადრე ძალიან იყო დაინტერესებული რკინიგზით ახლა შეიძლება სულაც არ არის დაინტერესებული იმიტომ რომ მას ნაკლები ურთიერთობა უნდა რომ ჰქონდეს ნაკლები ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლებიც დიდად არ აღელვებს თუნდაც თვირთების სარკინიგზო გზით მიწოდება სომხეთისათვის რუსეთიდან ფაშინიანის ხელისუფლების ინტერესებში არ ან ნაკლებად შედის მით უმეტეს რომ აზერბაიჯანი პრაქტიკულად ყველაფერში ეხმარება ან მიეხმარება უკვე შემდგომ. მოკლედ რუსეთს თავისი პოლიტიკა აქვს მას კავკასიიდან ფეხის ამოძირკვა არ უნდა იცით თქვენ და მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთმა გადადგა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ცხინვალის რეგიონის აფხაზეთთან მიმართებაში ეს არ გამოსდის ყოველთვის მოცემულ ეტაპზე ცხინვალის რეგიონის არა ოკუპაციის ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა არამედ ანექსიისათვის ოკუპირებულია და ანექსია კი ნიშნავს მის მიერთებას ყირიმიზაციას მოდით უგნებოთ ასე ვიტყვი მის მიერთებას რუსეთის ფედერაციისა თვის ეს იქნება პირველი შემთხვევა თუ ეს ესე მოხდა როდესაც თუნდაც რუსული კანონმდებლობით თუნდაც მხოლოდ რუსული კანონმდებლობით კავკასიის რეგიონში დაფიქსირდება არა სამი ქვეყანა როგორც ახლა მოცემულ ეტაპზე დე იურე დაფიქსირებული არის საქართველოს სომხეთი აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში არა ერთი ქვეყანა როგორც იყო დაფიქსირებული საბჭოთა კავშირის დროს თუმცა იქ შედიოდა ანუ კავკასიის რესპუბლიკები აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არა ამედ დაფიქსირდება 4 სახე 4 დამოუკიდებელი დე იურე ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო ეს არის ხსენებული სამი კავკასიური სახელმწიფო საქართველოს სომხეთი აზერბაიჯანი და პირველად აი ამ წითლად თუ რუსეთის ფრად შეიღებება კავკასიის ქედგადმოღმა ტერიტორია ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის სახით ეს არის კატასტროფა ჩვენთვის ბიზინა ივანიშვილს ეუბნებიან რომ შენ თუ უფრო პრორუსულ პოლიტიკას არ გაატარებ ჩვენ ამაზე წავალთ და როგორც ჩანს რუსეთის ფედერაციაში მიდიან ნელ-ნელა ამ გადაწყვეტილებამდე რომ ანექსია მოხდეს ცხინვალის რეგიონის აკითხავთ აფხაზეთის რეგიონის ნაკლებად აი თუ პირველ სიტყვას დაუბრუნდები სწორედ ეს არის პირველხარისხოვანი პრობლემა და არა ის რაზეც მეინსტრიმ მედია და მეინსტრიმ პოლიტიკოსები უმრავლეს შემთხვევაში მსჯელობენ ხოლმე რასაკვირველია ეს მნიშვნელოვანი პრობლემებია რაზეც ამახვილებენ ყურადღებას მაგრამ აი ამაზე ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ და აი ეს კი საგანგაშო ამბავია ეხლა მე გაჩვენებთ ერთ ვიდეოს ოდნავ ხმას ჩაუწერო სხვა ვიდეო არ ის არ კონდეს ამ მომხმარებელს გამოდი ახლა ეს არის ვიდეო Теуна Кубардида аქვეყნებს Путини оставил свой выбор на вас перед тем, как принять мое предложение. Путини ხდება კრემლში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე იურე პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ მარატ კამბოლოვს, რომელიც ასაკურვილია მონა და მორჩილია, ისევე როგორც მისი წინამორბედი გაგლოევი
და ელაპარაკება რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე. თქვენ უნდა იყოთ არჩეული პრეზიდენტად უახლოეს ხანებში, ვითომ არჩევნები აქვს. თქვენ ჩვენ გენდობით მონაწილეობა მიიღოს, ეს არის 18 სექტემბერს ჩატარდება ეს არჩევნები, ეგრეთ წოდებული არჩევნები და უნდა გაატაროთ რაღაც ხელმალელი ოსების, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ინტერესები და ასე შემდეგ. ეს რასაკვირველი აი ამ გაგანია ამბებში, როდესაც უკრაინასთან ეს სერიოზული დაპირისპირებაა, როდესაც დასავლეთი ასე სერიოზულად ემზადება პუტინის და პუტინის რეჟიმის კიდევ ერთხელ დასანქცირებისათვის, როდესაც სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, მაგალითად ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, თქვათ ყაზახეთთან, როდესაც აქვს ენერგეტიკული უმწვავესი კრიზისი, როდესაც მისი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტები ფეთქდება, ამისთვის აი ამ რაგვარიც არის კამბოლოვისთვის პუტინი რატომ იცლის? იცლის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი, რომ ვიცოდეთ, მაინც ემზადება ცხინვალის რეგიონის, ანუ სამხრეთ ოსეთის ანექსიისათვის და ეს იქნება კატასტროფა და ამაზე უნდა ვამახვილებდეთ ჩვენ ყურადღებას. ეხლა შეხვდა ხო პუტინი აი ამ კამბოლოვს. დასაკეთებს პარალელურად თქვენი აზრით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ან საგარეო საქმეთა მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი პირველ ყოვლისა თუნდაც დავსერჩოთ მე არ შემეშალოს და ესე იგი რაგვარია ბოჭორიშვილი ხო? ქართულად ალბათ ბოჭორიშვილი მაკა შვილი მაკა აქ ესე ვერ ვნახე კალკულებს. საგარეო საქმეთა ბოდიშს ვიხდი და კი ბოდიში შეცვლა და საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნახე. აი უყურეთ, ქალბატონი მაკა ხდება დღეს. ესე იგი ვის ხდება, სხვა ვერავის ვერ ხდებიან ესენი. ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კუმარ მიშრას. მე ამ პირველ სცენარს კი არ ვეხები, რა საკვირველია. მაგრამ არც ერთ აი რომ სკროლავ ხო? ცალ-ცალკე გავლის თქონებოდ. ხო არც ერთ განცხადებაში თუ საგარეო საქმეთა სამინისტრის თუ მთავრობის არაფერია თქმული იმაზე, რომ დღეს რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ტერიტორიის ანექსიისათვის. ანექსია კიდევ უფრო მძიმე ამბავია, ვიდრე ოკუპაცია, რომ ვიცოდეთ მაინც. აკი ამიტომაც თქვი 2-3 ვიდეო ბლოგის წინ, რომ ჩვენ დაგვჭირდება სპეციალური ანტიანექსიური, მე დავარქვი საერთოდ ანტიტერორისტული, მაგრამ თუნდაც შევცვალოთ და ანტიანექსიური ოპერაციის, სამხედრო ოპერაციის ჩატარება. რომ რუსები გავყაროთ იქიდან. ეხლა მანამდე 3 დღით ადრე ქალბატონი ბოჭორიშვილი გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაუმართავს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან. მნიშვნელოვანია განა არა. და ამის ამსახველი ფოტოებიც არის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს ქართული გემო, აი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ შესაძლოა რაღაც კავშირში არის ხალხო, განა არა. მაგრამ რატოა ეს მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც ამ რეგიონში გარშემო ომია, როცა უსაფრთხოების საბჭო უნდა იკრიბებოდეს, როდესაც ჩვენ ევროპისკენ უნდა მივიუტყოდეთ, როდესაც ჩვენ ურთიერთობას უნდა ვალაგებდეთ ჩვენს პარტნიორები, რომ რჩებიან იმ სახელმწიფოებთან. მანამდე ქალბატონი ბოჭორიშვილი სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან, მასაც და უდასტურებად იმისება, მაგრამ სერიოზული პრობლემების წინაშე და მათ შორის ანექსიის წინაშეც არის ჩვენი ქვეყანა. ჩამოიშლება არაღიარების პოლიტიკა. ამ არაპოლიტიკური და საზიზღრული პოლიტიკით, როგორც საწარმოებს ქართული რუსული ოცნება, ჩამოიშლება არაღიარების პოლიტიკა და თითზე კმენა აი მუშტების შეჭმა მოგვიწევს თითოეულ ჩვენგანს, რომ მე აი სტატუს-კვოს არსებულ სტატუს-კვოს დაუბრუნდეთ თუნდაც. და ეს სამხანიშნავი იყო. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. ირაკლი კობახიძესთანაც იგივე ხდება, რაც ბოჭორიშვილთან, მანამდე 5 დღის წინ მას გაუმართავს აზიის რეგიონული ბანკის დირექტორთან ეკატერინე გალისტისთან შეხვედრა და განუხილავს სწორედ შუა დერეფნის საკითხები. მაგრამ შუა დერეფანიც კი უკან მოგრჩება, თუ შუა დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილში ფიზიკურად შემოვა რუსეთის ფედერაცია და ანექსიით ის შემოვა, რომ ვიცოდეთ მაინც. ამასობაში ბიზინა კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ემზადებოდა ბოდიშის მოსახდელად ახლაც შესაძლოა ემზადება. რუსეთს ეუბნება, რომ არაღიარები, რუსეთს ეუბნება, რომ
ანექსიის შემთხვევაში მას სერიოზული პრობლემები შეექმნება. რუსები იქიდან პასუხობენ, თუ მას პროექტს შეექმნება პრობლემები. ეს არ არის რუსეთის თავსატეხი. ამ შემთხვევაში ბიზნეს შემცველს იოლად იპოვიან, რომ ბიზნესა თავის მხრივ ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება, რომ იცით და დამიცავით, თუ ასეთ რაი მოხდაო, დასავლეთს უკვე ფეხებზე ჰკიდია, იმიტომ რომ ბიზნესამ თავის მხრივ ბევრი წითელი ხაზი გადალახა. აი ეს არის მთავარი სამსჯელო ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში და პირველ ყოვლისა კონცენტრირებაცია რომ მოვახდინო და რეზიუმირება რომ მოვახდინო, პირველ ყოვლისა რასაკვირველია სამსჯელო არის სწორედაც რომ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ანექსიის მცდელობა. ხო, ეხლა მოდის ვიხდი, ეხლა ვუპასუხებ. დაგირეკავ 5 წუთში დაგირეკავ. 5 წუთში დაგირეკავ. აი ესე. სხვა შორის ძალიან ცნობილმა ჟურნალისტმა დარეკა. არასებური ყოფილი ჟურნალისტები არსებობენ. ჟურნალისტები თუ არიან, მარადიული ჟურნალისტები და არა თუ ცნობილმა, არამედ ერთ-ერთმა საუკეთესო ჟურნალისტმა საქართველოს ჟურნალისტიკის ისტორიაში ზვიად კორიძემ დამირეკა ეხლა, მასთან მნიშვნელოვანი საკითხი განსახილველი, ხო ეს სატელეფონო საუბარში ლინცი გრემის მოულოდნელი გარდაცვალება. ზვიადი არ ვიცი ემხრობა თუ არა ჩემს ერთ თეორიას, არა მხოლოდ ჩემს, ეს არამედ სხვების არიან ამ თეორიის ავტომშეთქულების თეორიის ავტორები, რომ ლინცი გრემი თლად თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, მაგრამ ეს სხვა თემა. ამაზეც ვილაპარაკებთ ცხადი. ნახვამდის, მოკლედ ანექსია გარდაუვალია მეთქი როგორ გითხრათ, მაგრამ შეიძლება მოხდეს. აბა რას ხდება ის პატარა კარლიკი სამხრეთოსელ სეპარატისტებს. რატომ? და ბოჭორიშვილი კიდე შოპინგზე მიიჩქარის დარწმუნებული ვარ. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.